ბათუმში ნატოს საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციაზე მოწოდებებით არა პუტინს მოღალატეებო, რუსეთის მონებო. ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოჩნდნენ, რამაც აქციის ორგანიზატორების გაღიზიანება გამოიწვია. თემის დეტალები ლანა ძაძამია სიუჟეტში. ევრაზიული კავშირის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თბილისში კინოს სახლთან, სადაც ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით იუგოსლავიის დაბომბვის შესახებ ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა. ფილმის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან არა მხოლოდ იუგოსლავიის, არამედ მართლმადიდებლური სამყაროს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ჩვენება წარმოადგენდა. ილია ჭავჭავაძის საქართველოსთვის თქვენ ხართ სირცხვილი. ამ ლოზუნგებით მოიხსენიებდნენ ნატოს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ პირებს მოქალაქეები. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში შეხარ სირცხვილი. ჩვენ გამოვედით სერბი ხალხის ტრაგედიის და უბედურების შესახსენებლად ქართული საზოგადოებისთვის და ეს სიმართლე იწვევს ამ ნაგავის ესეთ გაღიზიანებას და გაბოროტებას. იუგოსლავიაში ნატოს ქმედების საწინააღმდეგო აქციას გამოხმაურება მოჰყვა დღეს ბათუმშიც. არა პუტინს, არა რუსეთს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი ზონის წარმომადგენლებმა ამ ლოზუნგებით ორგანიზატორებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, აქცია რუსეთის დაკვეთით იმართებოდა, რაც მათი აზრით ნატოში ჩვენი ქვეყნის სამომავლო ინტეგრაციაზე აისახება. ქართული ოცნების ახალგაზრდული გამოვიდეს სად არიან, რატო დამუნჯდე, რატო დამონებულები არიან. კაკო ძნელაძე სად არის? გამოვიდეს და ილაპარაკოს ახლა იმაზე, მაგრამ მოსული არიან იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ პრორუსული ძალა. ხელკაცებად აქციეს ქვეყანა, პუტინის მონებად აქციეს ქვეყანა. ორგანიზატორმა ძალიან უშნოდ მოიხსენია ჯერ ყოფილი პრეზიდენტი, შემდეგ არო გადმოვიდა სიტყვის შეურაცხყოფას, რომელიც ესაც ჩვენთვის მიუღებელ. აქცია ბათუმში ყოფილი პოლიტპატიმრის მერაბ გორგაძის ორგანიზებით გაიმართა. აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ნატოს მიერ იუგოსლავიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება დაგმეს. ისინი ამავდროულად მიიჩნევდნენ, რომ ნატოში საქართველოს აჩქარებული წესით ინტეგრაცია ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ვაპროტესტებთ ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა, რომელიც განხორციელდა 1999 წლის 24 მარტს. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ. მე პირადად როგორც ერთი ცალკეული ინდივიდი მაქვს ჩემი აზრი, რომ ნატოში ინტეგრაცია არ გვაწყობს. საქართველოს ნეიტრალური დამოკიდებულება მოგვცემს საშუალებას ნატოს ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების და ასევე უპირველესად რუსეთთან კეთილ მეზობრული ურთიერთობების აღდგენას. დეპუტატი აკაკი ძნელაძე ამბობს, რომ ხელისუფლების კურსი მკაფიოდ დასავლეთისკენაა მიმართული, რაც ორი თვით ადრე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერითაც დადასტურდება. მისი თქმით, ქუჩებში ხმამაღალი აქციების მოწყობა არაფრის მომცემია. საქართველოში კი მაიდნის განმეორების საფრთხე არ დგას. ჩვენ არავის დაკვეთას არ ვასრულებთ. ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლების, ქართველების, საქართველოს მოსახლეობის დაკვეთას. ჩვენი გზა არის გაკვალული. მთავარი არის ქართველებმა, საქართველოს სახელმწიფომ თავისი მენტალობით ამ გზაზე სწორად და გადმოხვევის გარეშე იაროს. თბილისში კინოს სახლთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.